დადგა არქივში მოგზაურობის დრო და ალბათ თქვენს და ჩვენს ტელემაყურებელსაც აინტერესებს როგორი იყო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები, კერძოდ სვანეთი და რაჭა საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 150 წლის წინ. ამჯერად მე მინდა წარმოგიდგინოთ იტალიელი მთამსვლელის და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტოები, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააცნო მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა და ის უნიკალური ღირსშესანიშნაობები, რითაც გამოვირჩევით. მოკლედ, გადავინასრულებ ჩემს მინისტუდიაში, აი გაჩვენებთ. და ეკრანზე შემოგთავაზებთ იმ ფოტოებს, რომელმაც მიიპყრო მთელი ევროპის და მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ყურადღება. თავდაპირველად ვთქვათ, ვინ იყო ვიტორია სელა? ერთადერთი ფოტოგრაფი, რომელმაც ამ ეპოქის საქართველოს მთა შემოგვინახა ფირზე. მწვერვალები, მყინვარები, ხეობები, სოფლები. ჩვენ ერთად ვნახავთ ფოტოკადრებს, რომელიც, როგორც უკვე აღნიშნეთ, სვანეთსა და რაჭაში არის გადაღებული. ალბათ, ბოდიში, ეხლა ეს სვანეთის ფოტოებია. დიახ. რომელი საუკუნის არის ეხლა ეს? ანუ ეს არის მე-19 საუკუნის 1890 წელს გადაღებული. ანუ ახლა ამას რასაც უყურებთ, ეს არის სვანეთის პირველი ფოტო. ამაზე ძველი არასდროს. სვანეთი და რაჭა იყო, ხო, ექსპედიცია? სვანეთი და რაჭა. აქვს მას მცხეთის ფოტოებიც, ასევე თბილისში გადაღებული სურათები, მაგრამ განსაკუთრებულ ადგილს მის ალბომში იკავებს სწორედ რაჭისა და სვანეთის ფოტოები. და ერთი დეტალი, ვინც სვანეთში ხართ ნამყოფი, ალბათ შეამჩნევდით, რომ აი დღესაც სვანეთის სოფლები ფაქტობრივად უცვლელია. აი ზუსტად ასეთია, არ იცვლება არაფერი, ისევ ხედავთ საუკუნოვან კოშკებს, უცვლელ მთებს, დამახინჯებული არქიტექტურის გარეშე. აი ეს არის პირველი რაც თვალში გვხვდებათ, როდესაც ნახავთ აი ამ ფოტოებს. სვანეთის ხიბლი ეგ არის. რაჭა ჩხუბს რაც შეეხება, სხვათა შორის საქმე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის დაახლოებით 20-22 წლით ადრე, ვიდრე უკვე აკაკის მოგზაურობას გადაიღებდნენ რაჭაში. ეს უკვე პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი არის. უფრო აღქმადი რო იყოს, დაახლოებით 22 წელზე არის საუბარი, 22 წლის სხვაობაზე. ეს არის პირველი ფოტოები. ეს არის ფოტო ფირზე ჩატერი, ეს არის ფილმი, რა თქმა უნდა, და გოსლის მოგზაურობის შესახებ. კი ბატონო, და ვიდრე ვნახავთ სხვა ფოტოებს უფრო დეტალურად, საინტერესოა გავიგოთ, როგორ მოხდა ეს იტალიელი ფოტოგრაფი და ალპინისტი საქართველოში. ესე იგი, სვანეთამდე სელამ არაერთ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და მათ შორის მშობლიურ ალპებში, აფრიკაში, ასევე აზიაში და ალიასკაში. შემდეგ კი იყო მოგზაურობა უკვე კავკასიაში და ფოტოები, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ვიტორიო სელა საქართველოში მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში მოგზაურობდა, როგორც აღნიშნეთ, და როგორც პროფესიონალი ალპინისტი აი ამ სტატუსით იყო ის აქ ჩამოსული და 30-მდე მწვერვალი დალაშქრა და როგორც თვითონ ამბობს, გული მან დატოვა სვანეთში. გაგიჟდა ისე მოეწონა. კი, და განსაკუთრებით მის ჩანაწერებში არის, რომ უშგულზე იყო აღფრთოვანებული. აი ხლა ეს პირველი ფოტო უნდა ვნახოთ სერიებიდან, რომელსაც გაჩვენებთ. ეს არის ლაილა, აი ამის წინა ფოტო თუ შეიძლება რომ ვნახოთ, რომელიც სვანეთში მესტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აი ეს, ნახეთ, ღრუბლებს ზევით გადაღებული უნიკალური ფოტო. თან ეს გაითვალისწინეთ, როდის ხდება საერთოდ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. შემდეგი ფოტო ვნახოთ, ცხენი ხდება მყინვარ ტვიბერის ნაპრალზე. აი ეს აი ამ ფოტოს მინდა დააკვირდეთ. წარმოგიდგენიათ ალბათ, ახლა თუ ერთი ფოტოს გადაღება სულ რამდენიმე წამი სჭირდება, მაშინ ეს ასეთი მარტივი არ იყო, რამდენიმე წუთიც კი შეიძლება დასჭირდებოდა ფოტოს გადაღებას და აი ამ კადრის დაჭერა, როდესაც ცხენი ხდება და აი ამას წამის მიასედები სჭირდება, ზუსტად აი ეს მომენტი რო დაიჭირო, ალბათ წარმოგიდგენიათ, რამხელა ნიჭიერებასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. ტექნიკურად წარმოუდგენელი. კი, პერიოდის აპარატურით, მოკლედ, ბრავო ვიტორიოს. კი, თან როგორ მიუვალ ადგილებში. საინტერესოა ვნახოთ ის ტიპაჟები და სახეები, რომლებიც მას შეხვდა ამ ფოტოგრაფს 130 წლის წინ და ეს არის მონადირე, ნახეთ მისი გამომეტყველება, ჩაცმის სტილი, აი ეს ყველაფერი ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ 130 წლის წინ აი ესეთი ადამიანები იყვნენ ჩვენს
ქვეყანაში იმდენად მალე შეიცვალა და სწრაფად ეს ყველაფერი, რომ ძალიან მკაფიო და კონტრასტული არის, მოკლედ ეს სხვაობა. სვანი ბავშვებიც დაგაინტერესებთ ალბათ, რომ ნახოთ. ანუ მხოლოდ პეიზაჟებს არ იღებდა, თვითონ ადამიანებსაც აღწერდა. კი, და წარმოგიდგენიათ ალბათ, ხო, ფოტოგრაფიაში არსებობენ ფოტოგრაფები, რომლებიც იღებენ პეიზაჟებს, არსებობენ ფოტოგრაფები, რომლებიც იღებენ კონკრეტულად პორტრეტებს და ეს იმდენად უნიკალური ფოტოგრაფი იყო თან ალპინისტი, რომ ორივეს უნიკალურად იღებდა, იმიტომ რომ აი ამ პორტრეტებშიც ჩანს იმდროინდელი ადგილობრივების სახე, ამ შემთხვევაში ბავშვების. ვნახოთ თავადების ოჯახი, ამ შემთხვევაში დადეშქელიანების ოჯახი, რომელიც სოფელ მაზერში არის გადაღებული, აი ესეთი ფოტო აქვს მას შესრულებული, ოჯახის 3 წევრი ჩანს აი აქ ამ ფოტოზე და ერთი ფოტო, რომელსაც ახლა გავჩვენებთ, ეს არის ქელეხში გადაღებული. იცით, რომ ქელეხი ქართული კულტურის ნაწილი არის ფაქტობრივად და აი ეს არის ბეჩოში გადაღებული ფოტო ქელეხის დროს დაკრძალვის შემდეგ, როდესაც ესე იგი მისასამძიმრებლად და ამ გასაზიარებლად ამ ტრაგედიის ადამიანები ჩადიოდნენ სოფელში, იქ რა თქმა უნდა უშლიდნენ სუფრას, აი აქედან მოდის საერთოდ ქელეხის ტრადიციაც და ეს არის ამ პროცესის ამსახველი ფოტო. როგორი სახასიათო გარეგნობა აქვს? ყველა თითოეული მათგანი არის რაც მხატვრული ფილმის პერსონაჟი. თითქოს უამრავ ადამიანმა რომ იმუშავა ერთი პერსონაჟის შექმნაზე, არა? კი, ჩაცმის სტილითაც, მომეწველებით აი წერულვაში ყველაფერი და სხვა შორის ძალიან გვანან ერთმანეთს, ალბათ ესეც შეგვიძლია რომ ნახოთ და კიდევ ერთი ფოტო დღეობა რაჭაში, ესეთი სათაურით. ეს ფოტო ახლა რასაც ხედავთ, ეს არის ასევე ქელეხიდან, ამ შემთხვევაში ბავშვები არიან აქ და მათთვის არის გაშლილი სუფრა. შემდეგი ფოტო ვნახოთ, ეს არის მეცხრე ფოტო დღეობა რაჭაში, სადაც უამრავი ადამიანი არის ერთ-ერთ ტაძართან შეკრებილი და გადაიღეს ფოტო. ალბათ აი ამ ადამიანებმა საერთოდ პირველად ნახეს ფოტოაპარატი და გაკვირვებულები იყურებიან ობიექტივისკენ, ვერც ხვდებიან რა ხდება, თუმცა საინტერესო ტანსაცმელი აცვიათ. აი გულისხმობა აი ამ ნაწილში, ხო? ეს ვინაიდან მაღალმთიან რეგიონში არის გადაღებული და ეს სავარაუდოდ არის ზამთრის პერიოდი, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სპეციალური სამოსი იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ ტემპერატურა, ნამდვილად საინტერესო არის და კიდევ ერთი ფოტო, ეს არის მკერავი ქალი და გოგონები სოფელ ღებში, ამ შემთხვევაში უკვე რაჭაში გადაღებული სურათი შეგვიძლია ვნახოთ და აი თამთა ჩაცმაზე აი აქ შეგვიძლია გავაკეთოთ აქცენტი, იმიტომ რომ ესე იგი სამკერვალო არის ეს, როგორც თქვით და ნახეთ როგორ არიან შეფუთულები ეს ადამიანები. ახლა ავთო რა მინდა გიტყვი, ხო არც განათებაა დაყენებული, არც არაფერი. ეს არის ბუნებრივი განათებით გადაღებული და დღეს თანამედროვე ფოტოგრაფები ძალიან ბევრს ცდილობენ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, განათებით, ხელოვნური განათებით შექმნან აი ესეთი შედეგი და მაშინ 130 წლის წინ, 140 წლის წინ დაახლოებით, აი ესეთი ბუნებრივი განათებით, აი ესეთი ფოტოების მიღება ხდებოდა. ფანტაზიის სრული რესურსი რომ გამოიყენო, ვერც ამ კოსტიუმებს მოიფიქრებ, ვერც ამ პერსონაჟებს შექმნი. თან ასე ბუნებრივად რაღაცა, აი ორგანული. კი ბატონო. თვალებს დააკვირდი ადამიანების როგორი ეყურებენ რაღაცა. თვითონ აი მართლაც ზღაპრის პერსონაჟებს გვანან და გმირებს. ხო, ვერც მოიფიქრებ ასეც რა და იმდენ ისეთი საინტერესოები, ლამაზები, განსხვავებულები არიან, რომ კი ბატონო, ეს არის სულ მცირე ნაწილი თამთა ჩვენ რაც ვაჩვენეთ მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფოტო აქვს გადაღებული სელას საქართველოში, სელას ნამუშევრებს იტალიაში მთარგმნელმა და რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მიაღწია სხვათა შორის და ამ ფოტოების გადაღებიდან 1 საუკუნის შემდეგ 1980 წელს სულ შემთხვევით და რა თქმა უნდა მიხვდა თაბუკაშვილი თუ რამდენად მნიშვნელოვანი მასალა იყო ეს და მათი ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივს სულ მალე დაახლოებით 3 წელიწადში გადასცა. 2018 წელს კი კოლექცია შეივსო რეზო თაბუკაშვილის შვილის ლაშა თაბუკაშვილის მიერ არქივისთვის გადაცემული ამავე შინაარსის ფოტოებით და დღეს საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება ეს უნიკალური ფოტო მასალა. ულამაზესი ფოტოები, ულამაზესი ფოტოები. მართლაც თან მაშინდელი შესაძლებლობებით
რო საზღვრავს საერთოდ არ ვიცი, კომენტარიც არ მაქვს. აი ხა აქტუალებული ვარ. დიდ ეკრანზე ვუყურებდით რაღაცნაირად გამაშეშა რა ამ ფოტოებმა მე მინდოდა რაღაცა თითქოს მეტყველებენო თითქოს რაღაცა იმ პერიოდში გადაგვისროლა იმდენად ორგანული და ძალიან მაგარი ფოტოები იყო და რაც საინტერესოა იმდროინდელი პერსონაჟების ნახვა. კი და მნიშვნელოვანია ისიც რომ სვანეთის პირველი ფოტოები ვნახეთ ახლა ჩვენ ერთად და მნიშვნელოვანია ისიც რომ დღემდე ეს ადამიანები რომლებიც სვანეთში ცხოვრობენ ინარჩუნებენ იმ კულტურას, არქიტექტურას, ისტორიას რაც ოდითგანვე ჰქონდათ მათ და ეს სწორედ იმ სვანი ხალხის დამსახურებაა რომლებიც იქ მთაში ცხოვრობენ.